ნუ ჯერჯერობით ძალიან ლუზერი ვარ. ყველავ გავყიდით კაპიკებში. შენ დეგენერატი იყო ჩემი რა ბრალი. რა გეტკინა ბოლოს? ფული მომეცი და იცი რამდენ რაღაცაში წავალ და გამოვიბლი. აი ხა უფრო მომწონს ჩემი ურთიერთობა ჩემ ქვართან. გადი რა და იყიდე რა. ჩემნაირი რაღაცნაირი დაწელილი ძუძუები ყოფილა შემთხვევაში მსკარი. ეხა ხონდა არ მინდა რომ იმ აპოლიტიკურებში ჩამწერონ რა და იქ ყრია ვედრო მანეთად ჰა გაგვეცი პასუხი. რაზად გეჭკარება არ გამიუფასურო ახლა პასუხი თორე არ ვიცი. მომივიდა მესიჯი ქალისგან დედაოსგან წითელი ტუჩსაცხის ყიდვა მინდაო დავიწყოთ. მისდღე ნუ კი ზოგადად ადამიანები ძალიან ეგოცენტრიკები ვართ მით უმეტეს ისეთი ადამიანები ვისაც უნდა ცნობადობა. როგორი იყო შენს შემთხვევაში, როდესაც მიდიხარ იქ, სადაც არავინ ხარ? ნახე მე სუპერ კომპლექსიანი ადამიანი ვარ და მე ისედაც არავინ ვარ, ანუ აი ჩემ თავთან ისედაც ძალიან არავინ ვარ. შესაბამისად, თუმცა არა, ეგოცენტრიკი ვარ, ანუ იმის სწრაფვა რომ ძალიან მინდა რომ ცნობილი ვიყო, ძალიან მინდა რომ წარმატებული ვიყო, მაქვს, მაგრამ თან აი ეს საპირწონეთ არის ეს ჩემი კომპლექსები, როცა ისედაც არავინ ვარ. რამ გამოიწვია ეს კომპლექსი? აი არ ვიცი, ბავშვობიდან მოდის ხოლმე ალბათ. რის კომპლექსი გაქვს? ნუ აი რაღაცა შეუმდგარი ვარ, ისეთი ვარ, ასეთი. აი სულ ჩემ თავთან რაღაცა გონკებს რო ეძახიან რა, ის სულ ეგ მაქვს, რომ აუ ეს რა თქმა უნდა დაემატა ისიც, რომ ხა ამერიკაში რო წავედი, ხო? წარმოდგენა გაქვს, რომ აი ვარსკვლავებს მოწყვეტ და ეხლა შენ ყველაფერი გამოგივა, მაგრამ ნუ ცხოვრება ხდება საპირწონეთ მანდაც, იმიტომ რომ ეგრე არ არის. იმიტომ კი არა რომ შეიძლება არ ხარ საკმარისად ნიჭიერი, იმიტომ არა რომ რაღაცა ისეთი რთულია და აუცილებლად იმისთვის რომ რაღაცა გამოვიდეს, რამდენიმე რამ არის საჭირო. არის საჭირო მონდომება, არის საჭირო შრომა, არის საჭირო გამართლება, გამართლების გარშე არაფერი გამოდის და არის კიდევ საჭირო სწორი დრო. რაღაცები არ ხდება სწორ დროს და ეს ადამიანებს ძალიან გვიჭირს რომ გავიაზროთ და სულ გონია რომ რადგან რაღაცა არ მოხდა, ესე იგი საშინელება კატასტროფაა, მაგრამ ვერ ვიაზრებთ, რომ ესე იგი ესე იყო საჭირო, ესე იგი აი მომავალ წელს, იმის წელს, რაღაც 5 წელიწადში რაღაცა მოხდება სხვა, რაც უკეთესი იქნება. რამდენი დრო დაგჭირდა რომ აი ეს გაგიას რა? აი ნუ კი კოსმეტიქსი რომ მოხდა, მაშინ გავიაზრე ეს მანამდე რაღაც იცი, ანუ რეალურად იცი რა მოხდა, რო ჩავედი მე იქ მე დავიწყე აქტიურად იმაზე ფიქრი, რომ ეხა რას ნიშნავს, ამდენი გადაცემა წამიყვანია, ამდენ სერიალში ყოფილი ვარ, ეხა დამიკაკუნებენ და მეტყვიან, რომ მოდიო. არავინ არ გიკაკუნება. ეგ არის რაღაც ილუზია ყველას. აბსოლუტურად ილუზია. ეხა დღევანდელ რეალობაში უფრო მარტივია, იმიტომ რომ ეხა ნახე შენ შეგიძლია რაღაცა წვეულებებზე იყიდო, მოსაწვევები წახვიდე. მაშინ მე გეუბნების 15 წლის წინ ეგრე არ იყო რა, აი სოციალური ქსელიც არ იყო. და ნახე როგორი საინტერესო რამ მოხდა. პირველი იყო ის, რომ ნუ აი თავიდან ჩავედი და ნუ ზოგადად დრო გჭირდება. პირველი ერთ წელი საბუთები არ მქონდა. იმისთვის რომ გადაგიღონ ფილმში სადღაც, აუცილებლად გჭირდება ან მწვანე ბარათი ან საბუთების სოციალური ნომერი. ხო, ეს არ გამოვიდა. მერე დავორსულდი. რო დავორსულდი, უბრალოდ ფიზიკურად ვერ ვივლიდი რაღაც გადაღებებზე იმას. უკვე გავერკვე როგორ უნდა ვიარო. ეხლა ეგ მოხდა, რო გავაჩინე, აჰა, მერე რაღაც ეს მოხდა. მერე დავიწყე სიარული გადაღებებზე და აი ესე ნელ-ნელა ნოლიდან რო იწყებ და რო გრძნობ, აი ხო გრძნობთ ხოლმე ჩვენ ცხოვრებას, რომ რაღაცა მიდის სადღაც. დაიწყო ამ რაღაცამ წასვლა და ბრახ და მოხდა პანდემია. მოხდა პანდემია და ნუ არ იცი ამერიკაში რა ხდებოდა. მაშინ იყო გაფიცვა სცენარისტების, მერე იყო გაფიცვა სააგენტოების. აი ყველაფერი რო ემთხვევა. ყველაფერი დაემთხვევა და რა მოხდა კიდევ? სოციალური ქსელები გაჩნდა. აი ზუსტად აი პანდემიამდე 1-2 წლით ადრე გაჩნდა სოციალური ქსელი. TikTok-ი მაგ პერიოდში და Instagram-ი ცოტათი უფრო ადრე და უცბად მივხვდით, რომ ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ურთიერთობა. ეხა იცი როგორი საინტერესო, მე სააგენტოსთან მქონდა ხელი მოწერილი 2019 წელს მოვაწერე ხელი სააგენტოს და სააგენტოს დავალება იყო, რომ ის დაკავშირებოდა ფილმებს იმას ამას, რაღაცებზე კასტინგებიც მქონდა, რაღაცებზე გავიარე, ფილმშიც ვიყავი, ნუ ბუჩკის როლში, მაგრამ ნუ მაინც. და ეხლა ხო აი ეგ ვიყავი მე ზუსტად. და კრედიტებში წეწერა ბუჩკი. წარჩინებული არტისტი ნუკი კოშკელშვილი ბუჩკი. და ეხლა აი ახლა სააგენტო იქით გეხვეწება, რომ აი მისცა შენი სოცქსელები, აჩვენო რამდენი გამოწერი ყავს. და აღარ გაქვს შენ სურვილი აი კინოინდუსტრიაში? არა, სურვილი როგორ არ მაქვს ახლა და იმასაც არასდროს არ ვიცი. ხო იცი რაღაცა გამართლებებს რო პოულობენ, ანუ რაც failed არის და რაშიც გავლუზერდი, ანუ ეს არ მიჭირს და კინოინდუსტრიას. ნუ ჯერჯერობით ძალიან ლუზერი ვარ.
მოდი ვაღიაროთ, რომ წარუმატებელი ვარ, ხო, ამ ამბავში, მაგრამ თავს რითი ვიმშვიდებ, რომ პრიორიტეტად ახლა მაქვს ნუკი კოსმეტიქსი, რომელშიც თავით ვარ ჩაფმული და ვაკეთებ ყველაფერს სწორად, ანუ აი თავისი სწორად შემოსვლით ქვეყანაში, სწორი მარკეტინგით, რაღაცებით, ანუ ვცდილობ, რომ საზღვარგარეთ ეს ბრენდი გავხადო აი არა რეკლამის ხარჯზე ცნობილი, არამედ აი რეალურად მომხმარებლის გამოხმაურებაზე. მოკლედ მაგაზე ვმუშაობ რა, აი ჩემი ნუკი სამსახური ეგ არის. კოსმეტიკზე მოგვიანებით ვისაუბროთ, ახლა ისე მინდა შენს მოღვაწეობაზე ამერიკაში. ხო და აი ნახე რა ხდება, რომ იმაზე რომ გადავერთე, აქ უკვე აღარ მცალია ისე. თუმცა აი ახლა ბენი მეუბნებოდა, რომ ეხლა ხო გააგრძელებო ისევ კასტინგებს და სიარულს და რომ დავფიქრდი, მეთქი ხო, ანუ რატო გავჩერდი? იმიტომ რომ რაღაცა შემიძლია, ისიც შემიძლია, ესეც შემიძლია, ანუ ყველაფერი შეგიძლია და ეხლა აი სექტემბერში რომ დაუბრუნდები უკან, მაქვს გეგმათ ესეთი რაღაცა, რომ ნუ ყოველდღიურობაზე რო თუ მკითხავ, მე გეტყვი როგორია ჩემი ყოველდღიურობა, მაგრამ რეალურად არის აი ბავშვი სამსახური, მოდი სამსახური დავარქვათ, რომ არ გამოვიდეს, რომ სუნუკი კოსმეტიქსზე ვსაუბრობ, ხო? ეს იყოს სიტყვა სამსახური. სამსახური, რაც გულისხმობს აი ძალიან ბევრი ზარები, ძალიან ბევრი ტესტები, ისა, ესა, წადი, წამოდი, შეხვედრა რაღაცა და მერე ბავშვები აი ბავშვებსაც მე ვუვლი, არ მყავს ძიძა არ მყავს ბევრი მიზეზის გამო. მე კიდე ძალიან ჯერა იცი რისი, აი დრო რო გავადა, ძალიან რო გინდა რომ ყველაფერი დაგამახსოვრდეს და იქ იყო. იმიტომ რომ რამდენჯერაც აი გადაღებაზე წავედი, წამოვედი და ბავშვთან გავაცდინე რა. გადაღებაზე წავედი, წამოვედი, გულისხმობ ამერიკაში დავტოვე და საქართველოს ჩამოვედი, თორე ქუჩაში კი გავედი და დავბრუნდი. მე განვიცდი რომ რაღაცა შეიცვალა და ეს გავმაზე. ხომ არ ნერვიულობ რომ გაიზრდებიან, გეტყვიან რომ აი დაგვაკლდა დედის ყურადღება. აი ხელუკუღმა მოხდებათ, იმიტომ რომ არ დააკლდათ. 24 საათიან ბავშვებთან ვარ. ერთი მაკიდია 24 საათი, მეორე მეტლიკინება 24 საათი და განვიხილავ მისი მთელი კლასის დრამებს, მე განვიხილავ 8 წლის არის და ანუ ვიცი, იმან რა უთხრა იმას და იმან რა უთხრა ამას და მასწავლებელმა იმას რა უთხრა და ვიზე აქვს ქრაში და იმას რომ ამაზე აქვს ქრაში, ამას რომ ამაზე ქრაში არა აქვს და უნდა აკოცო თუ არ უნდა აკოცო და აი ყველაფერი ვიცი, მე მეორე კლასელი ბავშვის ამბები. ამიტომ ვერასდროს ვერ მეტყვის მაგას რომ არ ხარ ჩართულიო. ვარ თუმცა ალბათ მოიფიქრებ სხვა რაღაცას. ხო, ჩვენ ხო ეს ადამიანებისთვის ება არის, რა, ჩემი ტრავმები არის, იმიტომ რომ დედამ რაღაცა და ვალიდურია ძალიან ბევრი, მართალია. შენ შემთხვევაში არის ასეთი კეისი? კი, რა თქმა უნდა, მეც წარმარ ვაძახებ ჩემ მშობლებს, რა. რას გეუბნებიან? არაფერს, ჩემი მშობლები ის პოსტსაბჭოთა ისეთი ის არის. ყოფილი საბჭოთა კავშირის შვილები არიან შესაბამისად, ხელუკუღმა ხდება რა. შენ დეგენერატი იყო, ჩემი რა ბრალია, აი მიახლოებით ეგეთი. ნუ კი, როდესაც ტოვებ შენ სახლს, მეგობრებს, გარდაუვალია რაღაც სულიერი კრიზისი. აუცილებლად, მაგარი კრიზისია. ძალიან. როგორ მიმდინარეობდა ის შენში? ის მიმდინარეობს მუდამ და ეხლაც მიმდინარეობს, განსაკუთრებით რთული არის ემიგრაციაში ყოფნა პირველი 3 წელი. და ეხლა შენ წარმოიდგინე პირველი 3 წელი პლუს ემთხვევა პირველ 3 წელს ცოლქმრობაში, ანუ აი ორმაგი double trouble არის. კრიზისი რო იწყება ზუსტად 3 წლის კრიზისი. და ანუ ისედაც კრიზისი გაქვს, იმიტომ რომ ემიგრაციაში ხარ. პლუს ამას ედება კრიზისი საოჯახო, ну რაც ახლა ძალიან ნორმალურია. კრიზისი კი არ ვკლავდით ერთმანეთს და განშორებას კი არ ვაპირებდით, მაგრამ აი უკვე წაკინკლავება ხდება, უკვე ცოტათი ამოგივიდათ ერთმანეთი ხელში. და მე რა ხდება, იცი, აი ეს ცოლქმრობაში, ეს აი ესე მიდის რა, ესე ხაზად რო წარმოვიდგინო, ემიგრაციაში ეს 3 წელი ხო არის რაღაც აი კრიზისი და მე აი ნელა-ნელა გადადის იმაში, რომ ვაუ, ძალიან კარგია, ვეჩვევი, მომწონს უკვე ჩემი სახლია და ცოლქმრობაში კრიზისი და მე უცბად ადის ზემოთ. ანუ აი მე იწყება ძალიან მაგარი ურთიერთობა. და ეხლა მგონია რომ ის სულ ზემოთ, აი ეხლა უფრო მომწონს ჩემი ურთიერთობა ჩემ ქმართან, ვიდრე აი სანამ გავთხოვდებოდი და შეყვარებულები ვიყავით. რამ განაპირობა? ანუ აი ეხლა ჩემი საუკეთესო მეგობარია. აი ხა აქედან რომ ისეთ რაღაცებზე ვეჭორავები ხო, აი იმას და იცოდი და აი ჩვენი თან რო აინტერესებს. თან რო აინტერესებს, იმიტომ რომ თავიდან არ უყვარდა ჭორაობა და ეხა უკვე რო შემოდის, ხვდება რომ ჩემი ყურადღება რომ მოიქციოს რაღაცით, უნდა რაღაცა ჭორი მომიყვეს სამსახურზე. აი თითიდან გამოწოვილ ჭორებს მიყვება ხოლმე რა, რომ იმექიმა. და შენც ველოდები. და მეც ველოდები, მაგრამ დებილობა ჭორებია, იცი როგორ რაღაცები მოგხთ ხოლმე, აი იმექიმს უთხრა დებილო რა.
აი მიახლოებით ეგეთი და მე მაინც ვუფასებ, ვეუბნები რა ყოჩაღი ხარო დღეს ეს მომიტანე ხო, იმიტომ წვრთნი რა, რომ ისე იყოს და გავწვრთენი. ხო და აი მანდ კიდე პირიქით რაღაცნაირად ზემოთ და ზემოთ მიდის. პლუს ბავშვები, აი ბავშვები მაგრად აერთიანებს ოჯახს. ან აერთიანებს, ან ალბათ აშორებს. აი ხო ყოველთვის ეს არის ხოლმე, ჩემ გარშემო ვისაც უყურებ, თუ განშორება ხდება ხოლმე, რომ გააჩენენ ბავშვს მაგის მერე და თუ დაახლოება ეგეც მაშინ ხდება, რომ გააჩენენ ბავშვს მაგის მერე. რთულ თემაზე გკითხავ. მიდი. პირველი ბავშვის შემდეგ გქონდა ცუდი გამოცდილება. კი, მომეშალა მოცელი. როგორ იყავით შენ და ბენი მაგ პერიოდში ერთმანეთთან? ეგეც ძალიან დიდი კრიზისია ურთიერთობებში. აი გააჩნია ალბათ ფსიქოტიპს, იცი? ჩვენ რაღაცნაირად არ გავადრამეთ ეს ამბავი. მე ვფიქრობ იცი რატო, იმიტომ რომ უკვე ყავდა ერთი ბავშვი. კიდე სხვა რამე არის, როცა არ ყავს ჯერ და აი ამ ცდელობაში ხარ და რაღაცა მოხდება. ეს ხო ყველაფერი აი ფსიქოტიპზე და სწორ დროზე და აი რაც მოგიყევი სანამ დავიწყებდით გადაცემას, რომ აი რაღაცებს სწორი დრო აქვს, რაღაცებს არ აქვს სწორი დრო. განვიცადეთ თავისთავად, გარდა იმისა, რომ ესე განვიცადეთ, ჰორმონალურად ქალისთვის ეს არის ძალიან ისეთი ამბავი რა, რთული. წარმოიდგინე, ჰორმონები ეს მიდის ეს გემატება ეს ჰორმონი, იმიტომ რომ ორსულად ხარ და მე რო წყდება ორსულობა ძალიან უცბად ვარდება ეს ჰორმონები და გემართება ესეთი მკვეთრი დეპრესია. ანუ ის საშინელი შეგრძნება. გეგონება რომ აი მიწა გამოგეცალა. მაგრამ აი ბენმა გადამაგორებინა ეს ყველაფერი რა. და ზუსტად მაგ პერიოდში იყო რაღაც შენს მიმართ დიდი ჰეიტი. ხო, აი მაგ პერიოდში იყო, აი ცხოვრებაში არასდროს ჩემთვის ჰეიტს არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა. უბრალოდ არასდროს არ ვაქცევ ყურადღებას, როგორც რას წერდნენ მაგ პერიოდში, რას გეუბნებოდნენ? აი არ ვიცი, იცი, ბოროტმა ადამიანებმა გაიჯეჯილეს და ბოროტმა ადამიანებმა როგორ თავისუფლად ვიძახეთ, იცი, ამას რომ ბოროტია ადამიანი, რომელიც იცლის იმისთვის, რომ ჰეიტი დაწეროს, აი ეს ხო ცალსახა. თუმცა ყოველთვის მეცოდებიან ის ადამიანები, რომლებიც მწერენ ცუდ რაღაცებს. აი ზუსტად ვიცი, რომ აი მესიჯის, აი ეკრანის მიღმა ძალიან დაჩაგრული ადამიანი ზის. ძალიან დაჩაგრული. იმიტომ რომ აი პატარა ბავშვების აი ოვის ჩემი უფროსი შვილი 8 წლის რომელიც არის, აი მისი კლასელების ხარჯზე ვისწავლე ძალიან ბევრი რაღაცა. ბავშვი რომელსაც რაღაც აკლია სახში, მშობლები ყურადღებას არ აქცევენ, რაღაცით სტკივა, ან რაღაცა არ ვიცი, რაღაცა ხდება, ის ყოველთვის აგრესიულია. ნუ ბულერი ხდება სკოლაში. ის ხდება ბულერი, ხო? არ არსებობს რომ აი ბავშვი რომელსაც თავზე ევლები კოცნი გიყვარს სვეუბნები რომ რა კარგი ხარ გადასარევი ხარ ის ვერ მოიცლის იმისთვის რომ დაჩაგროს სხვა ბავშვი ის პირიქით აი რაღაცა რომ დაინახოს რომ ვიღაცა ან რაღაცით ნაკლებია ან შეიძლება შტერია ნუ პირობითად ვთქვათ რომ მე ვარ შტერი და ნაკლები და მახინჯი და უაზრო და უნიჭო და აი ესეთი ცუდი და რო ვლაპარაკობ გაღიზიანებ და რასაც ვაკეთებ არ მოგწონს და არ მეთანხმები ჩემს პოლიტიკურ ხედვაში ცხოვრების აი არ მოგწონ ვარ შეგეცოდები იტყვი რომ ნუ კი საწყალი გოგო როგორ არ მომწონს ეს გოგო მაგრამ არაფერს არ იტყვი და როცა იცლი რომ თქვა რომ შეუნიჭო შენ ესეთო ის შენ რაღაც მაგრად გტკივა და ზოგჯერ მინდა ხოლმე რომ აი ჩავეხუტო და იჩხუბოს და მე კიდე უფრო მეტად ჩავეხუტო თქვა არა უშს გაივლის ესეც გაივლის ყოფილა ასეთი кейსები შენ ცხოვრებაში არა ყოფილა ხა ვიღაცას ჩავეხუტო ვინც დედას მაგინებს ეგეთი ჯერ არა ანუ ეგეთი მადერ თერეზა ჯერ არა რომ აი წარმოიდგინე ვიღაც რო გამოგეკიდება და შენი დედა შევეცე მოდი ჩაგეხუტო ჩემო საყვარელო ეს რო გაკეთე არა ეს რაღაცა ესე ტვინში მინდა რომ აი მე კი არ ჩავეხუტე რაღაცა ცხოვრება ჩაეხუტოს და უთხრას რომ ყველაფერი კარგად იქნება და შეიცვლება ეს ადამიანი სხვა შეს ესეთი შემთხვევები ძალიან ბევრი ყოფილა აი ისეც რა აი ბლოგერებში საზღვარგარეთ რომ ტიპი ძალიან ნეგატივი და მე უცბად თავის რეალურ სახეს აჩვენებს რომ თურმე ძალიანაც კეთილი ადამიანია, ძალიანაც კარგი ადამიანია. ნუ ზოგისთვის როლი ამასეთი. იცი, აი ნიღაბი. ანუ როლი თუ არის ეს საერთოდ მაშინ საქმეა. ეს მაშინ პროფესია ყოფილა, ხო? და ამაში პრობლემაა. მსახიობიც თამაშობს, შეიძლება ვიღაცა ნეგატიურს და კიდე სხვა რაღაცა. მაგრამ ხო, აი არ ვიცი, მე არ მჯერა. Hurt people. აი მაგის იმჯერა მე რომ ვისაც ტკივა, ის სხვასაც ტკენს. ნუ კი ნიუ-იორკში საკმაოდ ბევრი ქართველი ცხოვრობს. ბევრი ძალიან. როდესაც პირველად ჩახვედი და იქ ცხოვრობდი და გენატრებოდა საქართველო, არ ყოფილა ისეთი რომ მიდიხარ ქუჩაში და უცებ მოგიკვრია ყური ქართულ საუბრისთვის.
კი, იცი რა ხშირად მესმის ქართულად. და ამის რას წინებზე აკეთებ ხოლმე მაგ დროს? აუ ძალიან მიხარია მაგ დროს. მიდიხარ ხოლმე მათთან? კი, ხშირად მივდივარ. ეხლა ამის წინებზე მიხვდება თუ გუყურებს ამ პოდკასტის ადამიანი, ქუჩაში მოვდიოდი და მანქანაში, აი ბოლო ხმაზე იყო ჩართული რაღაცა ან ვანო ჯავახიშვილის შოუ იყო ან რაღაცა ეგეთი რა, აი ბოლო ხმაზე იყო ჩართული და გავიარე, იცი როგორ არის ძალიან ორგანულად გავიარე, ანუ არ შემაწუხე კი არა, ну მივხვდი რაღაცა და მე მივხვდი მოიცადე როგორ თუ სხვაგან ვარ ეხლა და ესაა ჩართული მივედი იმ ადამიანთან მე ვთქვი გამარჯობა ქართველი ხარ კი ქართველი ვარ რაღაც ცოტა ხანი ვისაუბრეთ რა თქმა უნდა ეს მომენტი არსებობს თუმცა მონატრებას არ გიკლავს იმიტომ რომ აი გენატრება ქართული საუბარი კი არა ეხლა დღევანდელ რეალობაში ვაიბერია WhatsApp-ია სულ ელაპარაკები პლუს Instagram-ი TikTok-ი ანუ მე სულ მაქვს ურთიერთობა ჩემ გამომწერებთან და სულ გენატრება ქუჩა. აი ხა შენთან სადაც მოვედი, არ ვიტყვი სად ხარ, მაგრამ სადაც მოვედი, აი ეს გარემო, აი ეს ეზოები, გადაფენილი სარეცხი, ვიღაცას მიაძახა, რომ ყავას მოვადუხებ და ამოდი. გეცლება 2 წუთი, კი, ავადუღე, უკვე ავადუღე და აი ეს რაც არ უნდა გელაპარაკოს ქართულად ნიუ-იორკში ვერ იქნება და ეგ მენატრება ყველაზე მეტად. აი ჩითის კაბებში გადაფენილი ქალები რო არიან ჩემნაირი რაღაცნაირი დაწელილი ძუძუები დილის 8 საათზე. თან რომ ყავა აქვთ მოდუღებული თურქული და თან რომ ვიღაცას ამოსძახებენ რომ ამოდი, ნუ ჯერ დღე არ დაწყებულა და მე ქოთქოჩი რო იწqabენ დღეს, აი ეს ენატრება დარწმუნებული ვარ ყველა ემიგრანტი. ეს ენერგეტიკა და საღამოს ყველა რო გამოდის რაღაცნაირად. აი ქართველ გოგოებს და ბიჭებს ხო კიდე განსაკუთრებით მაგარი სტილი აქვთ. აი მაგაში ვერავინ ვერ შემეწინააღმდეგება ვერასდროს რომ ქართველ თბილისში არა მარტო თბილისში ბათუმში სადაც გინდა ქართველები რო იცვამენ ამ დროს ყველა მიცით გადასარევად რომ აქ არ არის ისეთი არჩევანი ბრენდების არ არის არაფერი მაგრამ ისე იცვამენ როგორც აი პარიზში არ იცვამს არავინ აი რო გახვალ ხოლმე საღამოს და 20 წლის 25 წლის გოგოები ბიჭები რო გამოდიან რაღაცნაირად აი ეგ კიდე სხვა სიყვარული ანუ აი street style-ზე ვგიჟდები და მაგას კიდე ამ ყველაფერს თავის ხასიათი აქვს აი გმენატრება ნუ კი როგორ გამოიყურება იმედგაცრუება იმედგაცრუება არანაირად არ გამოიყურება თუ არ გაიცრუებ იმედს რატომ და გაიცრუო რაღაცაზე იმედი არ გაიცრუო არ ყოფილა შენ ცხოვრებაში ასეთი მომენტი არ ვაძლევ საშუალებას არ ვეძახი მაგას იმედგაცრუებას ბლოკავ თუ კი არ ვბლოკავ მე მჯერა რომ რაღაცა რო ხდება იმისთვის რომ რაღაცა სხვა მოხდეს უკეთესი აი ნახე აი გეტყვი ამ მაგალითს რა ჩემ ძალიან ახლობელს მთელი ცხოვრება ოჯახი არის რომლებსაც უნდათ რომ ქონოდათ ბინა აი ძალიან უნდათ ბინა ის უნაქირავებში სულ რაღაცა არ ქონდათ საშუალება და იპოვეს ბინა აი ქუჩაზე მოდი დავარქვათ რა ვიცი მე აბაშიძის ქუჩაზე ესე ვთქვი აბაშიძის ქუჩაზე იპოვეს ბინა რომელიც კრედიტით აი ძლივს დაგროვებული აი იცი როგორ მთელი ცხოვრება ხონდა ეს არ ხდება რომ რაღაც არიან 30 წლისები არიან უკვე 40 აი შეაგროვეს და იპოვეს პატარა ბინა მაქსიმალურად მაგრამ აი ამ ქუჩაზე ოცნებობენ ბავშვობიდან იცი როგორი მანსარდა აი ცოტა რომ გადმოჭრილია აი ბოლომდე არასრულფასოვანი ბინა რო არის მაგრამ არაუშავს ხო ამ ქუჩაზეა ხო კარგია ხო ეს არის ნუ ოროთახიანია მისაღები და საძინებელი ორი შვილი ყავთ მაგრამ არაუშავს ნუ ერთად დაიძინებენ იქ დიდ ოთახში დაიძინებენ თვითონ ბავშვებს იქ ნუ არაუშავს იყიდეს ყველაზე ბედნიერები იყვნენ დედამიწის ზურგზე და მე რა რაღაცნაირად საქმე არ წავიდათ კარგად და ბანკმა წაიღო ეს ბინა და ნუ არ ვიცი მაგას დიდი ტრაგედია რა წარმოგიდგენია ხო მაგრამ ადგენენ და სულ სხვა სფეროში იპოვეს თავისი თავი და აბაშიძის ქუჩაზე იყიდეს უფრო დიდი 300 კვადრატულია ანუ ყველა ბავშვს რო თავისი აი კედელი კი არა და თავისი ბინა შეიძლება რომ კონდეს აი ეგეთ იმათ რომ ყველაფერი გამოსვლოდათ ის ბინა დარჩენოდათ ისინი აღარასდროს აღარ მოძებნიდნენ ახალ პროფესიას აღარასდროს არ მოძებნიდნენ ახალ ბინას პირობითად ვიძახი აბაშიძეზე ეს არ არის აბაშიძეზე მაგრამ ნუ ეს პირველი რაც გამახსენდა არასდროს ეს არ შეიცვლებოდა მაგრამ იმიტომ რომ დედა ეტირად და ცუდი რაღაცა მოხდა ამან განაპირობა რომ მე ძალიან მაგარი მოხდა ანუ გამოდის რომ იმედგაცრუება რაღაც სირთულეები მოტივატორია ვიღაცამ თქვა, ხო არის ეს ინგლისურში ესეთი გამონათქვამი, რომ hit the rock bottom, ხო? ანუ გადავთარგმნი, რომ აი, რომ დაეცემი და ბოლომდე ფსკერამდე რომ მიხვალ რა.
აი ფსკერამდე თუ ხართ ეხლა უყურებთ და გრძნობთ რომ აი ფსკერი აი სამსახურშიც არ გამომდის სწავლა არ გამომდის შეყვარებული მღალვთ არ ვიცი რაც ხდება ხო აი ცუდად ვარ იცოდეთ რომ ფსკერზე მოხვედრა ძალიან კარგი იმიტომ რომ შეგიძლია რომ მიარტყა და ამოვარდე და ეს უნდა გაითვალისწინო აი ფსკერზე ხარ ესე იგი მიარტყა და ამოვარდები ყოფილა შემთხვევაში ფსკერი კი როგორ არ რაღაცეები როგორ არ ყოფილა ფსკერი ბევრჯერ ყოფილა თან რა მომენტები ნუ აი განსაკუთრებით ვიდრე წავიდოდი ტელევიზიებში რომ მუშაობდი ეს არის ნუ იცი როგორ ტრავმა აი მართლა ფსიქოლოგიური ტრავმა არის იმიტომ რომ ხარ რაღაცის წამყვანი ბრახ იცვლება უფროსობა ბრახ რაღაცა პოლიტიკურად რაღაცა იცვლება და შენ გაგდებენ ანუ აი გუშინ იყავი წამყვანი მოსწონდი თითქოს ყველას პროდიუსერს რეჟისორს აი ყოჩახს გეუბნებოდნენ მე აი არ ვიცი შეიცვალა უფროსი და აღარ აწყობთ ეს გადაცემა გიხურავენ ოღონდ აი ადამიანათაც არ აღიქვავენ რა დაიხურა და აი ეს მახსოვს რა ეს ჰაერში ყოფნა ეს ისეთ საშინელება რომ ანუ აი დღეს მაქვს ხელფასიც მაქვს რაღაცა ადგილი სადაც მივდივარ დილას მოვდივარ საღამოს და შენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო აი ეს გეცლება მიწა ფეხქვეშ აი ეს ძალიან რთულია და ფსკერი ყოფილა ბევრჯერ რა აი ხო გეუბნები ეგ მახსოვს ძალიან კარგად. შენ არასდროს არ გამოირჩევდი რაღაც პოლიტიკური არა, ნუ ეხა ხდებებით და არასდროს არ გამოვირჩევდი ნამდვილად, არ გამეგება ბევრი ამ სფეროში და ამიტომაც დიდად არც გამოვიდებ ხოლმე თავს. Plus აი იცი რა ძალიან ჯერა იმის ეხა ოღონდ არ მინდა რომ იმ აპოლიტიკურებში ჩამწერონ რა, ხო იცი აპოლიტიკურები რო არიან, აი მე პოლიტიკაზე საერთოდ არ ვსაუბრობ. არსებობენ მასეთი ხალხი. კი, აი ხო არის რომ რაღაცა აი მე პოლიტიკაზე არ ვსაუბრობ რაღაც. ვსაუბრობ კიდეც ჩემ პოზიციას არ გახვევ თავზე სხვა საკითხია, მაგრამ ვლაპარაკობ კიდეც გამოვხატავ კიდეც და ყოველსაც მიუწოდებ რომ რაღაცნაირად ამაზე ისაუბრონ, მაგრამ ტელევიზიებში უფრო სხვა რაღაცა ხდებოდა რა, აი გადაცემა დაიხურა, იმიტომ რომ სხვა გადაცემა უნდათ. ან მაგალითად რაღაცა ახალი უფროსის მოსვლა არის ძალიან დიდი ფაქტორი, იმიტომ რომ ტელევიზია ძველი ინსტიტუტია, აი დიდი ხნის დაარსებული და ახალი ტიპი რომ მოდის, ყველა შეჯერა რომ ეხა მე რებრენდინგს გავაკეთებ, ეხა მე ნოლიდან დავიწყებ და ახლა ეს გახდება, რაც გახდება. და მე უდგებიან იმ პრობლემას, რომ წინამ იმიტომ არ გააკეთა, რომ ეს თურმე ბიუჯეტია, წინამ იმიტომ არ გააკეთა, რომ თურმე ეგრეთი მარტივი არ ყოფილა მის გაკეთება, მაგრამ აი წამყვანებს და აი ვინც დასაქმებულია, იმათ ხო ადამიანებად არ თვლიან. საერთოდ რატომღაც ხშირად დასაქმებულს ადამიანად არ თვლის, რაც ძალიან ცუდია. ეს მხოლოდ აქ არის ასე? არ ვიცი, აი ეს ამერიკაში არ მიმუშავია, ასე მაგრამ ბენი მუშაობს და ძალიან ბევრი რაღაცა იუნიონი არსებობს, რომელიც შენს უფლებებს იცავს. და შესაბამისად მე მჯერა რომ იქ ელემენტარულად რომ გაგიშვებენ რაღაცა ექვსი თვე კიდე ხელფას გიხდიან რა, რომ იმიტომ რომ იცი რა მე შენ გაგიშვი უეცრად, იმიტომ რომ არ გაგაფრთხილე, შენ 6 თვის ხელფასი. რაც გაძლევს რაღაცა სტაბილურობას რა, 6 თვე ნორმალურად მოძებნი ახალ სამსახურს და არა მიხვედი სამსახურში და აღარ არის სამსახური. ამერიკაში მსახიობებისთვის წავედი და ბრენდის ფლობელი გავხდი. აბა. ელოდი ასეთ გარდასახვას. ნუ ამერიკაში მე არ წასულ ვარ იმისთვის რომ მსახიობი გამختارიყავი, გავთხოვდი და მაგიტომ წავედი, უფრო ოჯახისთვის წავედი. არა, არასდროს არ თქვა არასდროს და იცი როგორ მეცინება ხომ, ეხლა რო არის ტრენდი, პატარა შენ თავს რას ეტყოდი თუ რაღაცა. სულ მახსენდება რა იცი, პირველად მე ტელევიზიაში მოხვდი მის საქართველოს მერე, წავედი და ვიყავი იმედში მედაგოგიჩას მიყვავდა დილის გადაცემა. ყავდა არაჩვეულებრივი ვიზაჟისტი, მაკა და რომ მივდიოდი იქ ყოველ დილას მიკეთებდა მაკიაჟს. მაშინ მე ვიცოდი ეს რაღაც რომ იასამნისფერ რაღაცას ვისმევდი თვალის ქვეშ, ესე ვისმევდი იასამნისფერს, ტონალურს ვისმევდი, აი ზუსტად აი აქ. აი კისერი სხვაფერი იყო, სახე სხვაფერი იყო და აი საერთოდ ბრონზერი რა იყო არ ვიცოდი და თუ ვისმევდი, აქ ვისმევდი ბრონზერს, ანუ ყველაფერს ვაკეთებდი იმის საპირისპიროს, რაც უნდა გაგეკეთებინა რეალურად. და სუმაკა მეუბნებოდა, რომ პირველად ხარ ესეთი გოგო, რომელმაც არაფრის გაკეთება არ იცის და თვალებში შევციცინებდი, ხელებში უყურებდი, რომ როგორ აკეთებს მაკიაჟს, ისე მაინტერესებდა. ნუ არ გამომდიოდ. აი მაშინდელი ჩემი თავის. და კიდეც რა მქონდა, ველოდებოდი ხელფას, რომ Smashbox-ის ტონალური მეყიდა. ოცნებად მქონდა, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ღირდა და ძალიან მინდოდა. და
აი მაშინდელი ჩემი თავისთვის რომ მე თქვა ეხლა რომ გარდა იმისა რომ მაკიაჟს გააკეთებ უპრობლემოდ ნებისმიერს ყველაფერსაც გამოხატავ ჩააგდებ ამოაგდებ პლუს Smashbox-ზე უკეთეს ტონალურს შენ თვითონ გააკეთებ და რო გაჩუქონ ახლა Smashbox-ი არ გამოიყენებ იმიტომ რომ შენ იგერჩევნია ამას იცი ალბათ რა დამემართებოდა აი ზუსტად ვხედავ რომ ჩემ დაქალებს ურეკავ და აი ვერ დაიჯერებთ ჩემმა თავმა დამირეკა და მითხრა რომ ეს ხდება ჩვენ თავს აი ალბათ აი შეიშლებოდა ბედნიერებისგან რას ეტყოდი იმ პატარა ნუკის ახლა? ნუ იმას ვეტყოდი რომ ყველაფერი ისე გააკეთე როგორც გააკეთე და არასდროს არაფერი ინანო. აი არასდროს არაფერი არ უნდა ინანო, შეცდომებიც კი უნდა ისევ გაიმეორო და ყველაფერი გააკეთო ისე როგორც გააკეთე. რა არის ნუკის მთავარი შეცდომა? ხო და არ მჯერა მე შეცდომების. ხა არ კაცს არ მოკლა, ხო იცი, ანუ არ მოკლა ადამიანი ხა რაღაცა ის არ გააკეთო, ცუდი არავის არ გაუკეთო და თუ ცუდს არ აკეთებ, მაშინ ის შეცდომებს თუ უშვებ, აი ჩვენ ხო არაფერს იმისთვის არ ვაკეთებთ, რომ დაუშავოთ საკუთარ თავს, ხო? მე რაღაცა გავაკეთე, იმისთვის კი არა, რომ მე მივიღო ცუდი შედეგი, იმიტომ რომ კარგი, მაგრამ აი ვერ გავითვალისწინე და ცუდი გამომივიდა, ამას მე ვსწავლობ და ამიტომ მე აღარ გააკეთებ მაგას. ეს საჭიროა. საქართველოში საკმაოდ დიდი კონკურენცია უკვე და ძალიან ბევრი კოსმეტიკური ბრენდი გამოჩნდა. რას ფიქრობ, რა არის ნუკი კოსმეტიქსის უპირატესობა? იცი რა არის, მე მომწონს რო არის ამდენი, მე მიხარია რო არის ამდენი, ეს არის ძალიან მაგარი. არ მინდა ვთქვა რა არის უპირატესობა, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, ანუ სხვა აქ არავინ არ არის, რომ თქვას რა არის მათი უპირატესობა. არა, ის იმათაც დავპატიჟებ, იმათაც უკითხავ. მიხდე არ გამოვა რა, ჩემი ყველას ჯობია თუ რაღაცა. მე მაქვს ჩემი იდენტობა ბრენდის. ჩვენ გვაქვს ჩვენი იდენტობა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხასიათი, ჩვენ გვაქვს ჩვენი მესიჯი, რასაც ვეუბნებით ჩვენს მომხმარებელს. რამდენიმე მესიჯია. პირველი ის, რომ არ არის საჭირო იყო მდიდარი იმისთვის, რომ კარგი ხარისხი გამოიყენო, ანუ ხარისხი ფასზე მაღალია ბევრად. ეგ ერთი, მეორე ის რამდენად მომგებიანია ეგ? ფინანსურად წამგებიანი. და ის, ანუ ნახე, ეს არის სტრატეგია რა, მე მინდა რომ ეს იყოს ცოტა ხანი. წამგებიანი არ არის, თავის თავს ხო არ ჩენს. მაგრამ მოგებას იქნება, ანუ აუცილებლად იქნება, ესე არ იქნება, რომ არ იყოს მოგება. აუცილებლად იქნება ეს, როდესაც ამერიკაში ძალიან ცნობილები გავხდები. და ასევე იდენტობა ის არის, რომ კოსმეტიკა საერთოდ როგორ რაღაცა, კოსმეტიკა ქალს კარნახობს, რომ უნდა რაღაცა შეცვალოს, აი შეიცვალეს სახის კანი. ჩვენ ამას არ ვეუბნებით. ჩვენ ვეუბნებით, რომ ყველაზე ლამაზი ხარ, ყველაზე მაგარი ხარ და ჩვენ უბრალოდ აი როცა გიგდია ჩანთაში ნუკი კოსმეტიქსის ტუჩსაცხი, იცოდე რომ ჩვენ ამ დროს შენ გულშემატკივრობთ და ყველაფერი გამოგივა. ანუ ძალიან ისეთი ქალის მხარდაჭერის პოლიტიკა გვაქვს და ძალიან გვიდა რომ ფემინისტურიც კი. და ეს არის ჩვენი იდენტობა. და ალბათ ეს გაგვანსხვავებს სხვებისგან. აი არ მომწონს ეს გაგვანსხვავებს ხო რაღაცა მგონია რომ კბენა არის სხვებზე, არ ვკბენთ არავის. ფინანსურად რომ შევაფასოთ რა მდგომარეობაშია შენი ბიზნესი? უკვე შეგვიძლია ვთქვათ რომ წარმატებულია თუ ახლა იდგავს ფეხს? მე ვფიქრობ რომ საკმაოდ წარმატებულია. იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ახლა ამერიკაში გქონდა ახალი პროდუქტის წარმოდგენა და ნუ ისეთი რაღაცა დავქრაშეთ მთლიანად ვებგვერდი. არ წყდებოდა შეკვეთები და მივხვდით რომ ეს ძალიან დიდი წარმატებაა. თუმცა ახლა იბენი მეუბნებოდა რომ ანუ ეგეთი რაღაცაო ხო ეს ისეთი ამბავი მოხდაო როგორც ხდება არის კაილის როგორც ემართება და ასე შემდეგ რაც დაუჯერებელია მაგრამ ნუ მოხდა. ახლა უკვე გავაკონტროლეთ, ახლა უკვე ხალხი ყავს რომ ეს გვეხმარება ამის გადანაწილებაში და ხო იცი პრობლემა როგორც კი შემოდის მე უკვე ხედავ უმკლავდები მე და მეუბნება რომ ახლა ანუ რაღაცა პირველი ამბავი ვიყიდოთ ხო აი რაღაც დიდი საჩუქარი გავუკეთოთ ჩვენ თავს მაგრამ მაგის ნაცვლად ავდექით და უკან ჩავაბრუნეთ ბიზნესში და ძალიან დიდი პროექტები მოდის ახლა მაგის ხარჯზე. ანუ აი ეს დიდი თანხები რაც შემოვიდა, ჩაბრუნდა უკან და მაგის ხარჯზე ახლა შევძელი და აი როგორ გითხრა, თუ აქამდე მეგონა რომ ხარისხი ძალიან მაღლა იყო, კიდე უფრო მაღლა გავზარდე. და რაღაცა აი წელს ზაფხულში გამოდის 1 2 3 პროდუქტი, აი 3, რომელსაც გეუბნები კონკურენტი არ ეყოლება არსად. ანუ საქართველოს არ მაქვს, აი არსად. რა პროდუქტი იქნება? ერთი იქნება ტონალური, რომელიც, ნუ აი არ ვიცი, ვერაგიხწელებს აკეთებს ამას მე ცალკე მოუყვები ჩემ მომხმარებელს. სუნამო გამოდის, ლელაბოსთან ვაკეთებ სუნამოს, ვინც იცის. ლელაბო არის
ტოპ პარფიუმერული კომპანია და ფერამონებით იქნება ეს სუნამო, არის ძალიან მაღალი ხარისხის სუნამო იქნება, რომელსაც ჩვენ საიმიჯოდ გავყიდით, ანუ არ გავყიდით მაღალ ფასად, კვლავ გავყიდით კაპიკებში. და ეს იქნება საიმიჯო პროდუქტი, რომელიც იქნება ლიმიტირებული და რომელიც გაიყიდება მხოლოდ ერთჯერ, მაგრამ შევძლებთ, რომ ეს გავაკეთოთ. კეთილი, ახლა გადავდივართ უკვე ყველასთვის სამყვარელ ბენთან. ანუ ბენი რო ყველასთვის საყვარელია, რა გავაკეთო? ამდენი ძალიან მიშრომია და მართლა პირველად როდესაც გამოჩნდა შენ სოციალურ ქსელებში, მახსოვს კომენტარები, რომ ყველა ეძახდა საოცნებო ქმარს. ძალიან შეუყვარდა ქართველებს. როგორ აღწერ ბენის როლს შენ ცხოვრებაში? ნუ მთავარი როლის შემსრულებელია ბენი ჩემს ცხოვრებაში, ბენი და ჩვენი შვილები. არა, ბენს მეც ვქრაშავ ხალხნა, მე მესმის თქვენი, ანუ მეც მომწონს ეგ ბიჭი გიჟივი, ძალიან მომწონს. აი ვიზუალურადაც ხომ მომწონს, ხასიათებითაც მომწონს, იუმორის გრძნობითაც მომწონს და საერთოდ გეთანხმებით, რომ ხედავ ხოლმე ვიღაცა რო წერს რომ ბენი რა მაგარი ბიჭია, ნუ გეთანხმებით, მეც მომწონს ძალიან. თან აი ის მომენტები, როდესაც ცდილობს ქართულად ისაუბრობს ხო საერთოდ? ხო, ძალიან ქართველია ჩვეულებრივად, აი თავიდან ბოლომდე ტრადიციებით ყველაფერი. საჭმელს როგორ ამზადებს? საჭმელსაც აკეთებს, აი ყველანაირად შენი გული აქვს მაგდენი კერძების გაკეთება ქართულის არა, რაც ბენმა იცის, არა მაგდენი არ ვიცი ნამდვილად. ბენს უცბად, აი სუიძახის ხოლმე, რომ სხეული მაქვს ამერიკული და გული მაქვს ქართულიო, იმიტომ რომ აი მოერგო ამას. აი სტუმართ მასპინძლობა ისწავლა ისეთი, როგორც ჩვენ საქართველოში ვიცით. ანუ არ არსებობს ვიღაც ჩამოვიდეს, რომ ბენის იდეა არ იყოს, რომ დავპატიჟოთ, გაუმასპინძლდეთ, სუფრებს შლის. აი არ არსებობს, რომ რა თქოს ჩვენთან დარჩეს ვიღაც, აი სხვანაირი კაცია, აი ძალიან დიდი გულის კაცია, ძალიან კეთილია და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტიც რა იყო, როდესაც მივხვდი, რომ ეს არის ჩემი მეორე ნახევარი, ეს არის რომ ჩვენ იმდენს ვიცინით, რასაც კიდე მაყურებელი ვერ ხედავს. ანუ სულ ნერვიულობთ იმაზე, რომ მეზობლები იფიქრებენ, ბენის სულ იძახეს, რომ მეზობლები იფიქრებენ ვეწევით. მეზობლები იფიქრებენ, რომ რაღაცას ვეწევით. მე გამოიძახებენ ბავშვები. ხო. იმიტომ რომ ძალიან ხმამაღლა ვიცინით სულ. აი ჩვენი სახრიდან რომ გაიარო ესე აი მეორე სართული, მესამე სართული რომ ჩამოიარო, სულ ხარხარია და ეს არის ჩემთვის, ნუ არ ვიცი. მაგას ბედნიერება არაფერი არ არის. ნუ კი სამწუხაროდ გვინახავს ისეთი მომენტები, როდესაც ბევრი წყვილი შორდება, იმიტომ რომ მეორე ნახევარი როდესაც პოპულარულია, ის სხვა მეორე ნახევარი ვერ უმკლავდება აი ამ პოპულარობას და ცნობადობას. ბენისთვის როგორ იყო ეს მომენტი? ორა ბენს ძალიან მოსწონს ჩემი პოპულარობა და მე მგონი თვითონაც უკვე არანაკლებ პოპულარულია ხალხს ძალიან არა, გეთანხმები, შენს ხარჯზე მართლა? ხო, ანუ გაიქაჩა ჩემს ხარჯზე რა. იცი რა არის, ბენი ძალიან გულშემატკივრობს, აი ძალიან გულშემატკივრობს და ძალიან ხედავს, რომ მე მიყვარს ხალხთან ურთიერთობა და მე აი ვიკვებები ამ რაღაცა უკავშირით. ეს ამას აი არასდროს არ ვაკეთებ რაღაცა ფულის გამო ან რაღაცა ეგეთი მერკანტილური აზრები არასდროს არ მაქვს. მართლა გეუბნები, ხა სულ მეჩხუბება ხოლმე იცი რაზე, რომ ნუ ბენის წარმოდგენაში ხო საერთოდ ჩემზე ცნობილი და ჩემზე ლამაზი და ჩემზე გადასარევი, ან დედა ჩემს ეგრე არ გონია, როგორც ბენს გონია, რომ კითხო დედას ვფიცა ვარ. აი ისე დებილობებს იტყვის ხოლმე სიდნი სუინიზე ვლაპარაკობდით და ანუ სად სიდნი სუინი და სად შენო რა, აი გულწრფელად ჯერა მაგაც რომ მე რაღაცა მართლა ვარსკვლავებს წყვეტ და ნუ სულ იმაზე მეჩხუბება რომ აი შენ ყველაფერს უფასოდ რო აკეთებ, ყველას რო უკეთებ, მე ხალხს გონია რომ შენ სულ რეკლამებს აკეთებ და ამით ფულს შეულობ და აი სულ მაგაზე გვაქვს კამათი, ან ცოტა მენეჯმენტს აწובה ხოლმე, იმიტომ რომ მართლაც აქ რო ჩამოვდივარ, ვიწყებ აი სადაც მივიღო ყველაფერს ვდებ. მგონია რომ პატივს ვცემ ამით ხალხს, აი მომეწონა რაღაცა, მინდა რომ დავუდო და აი ხალხო მართლა მომეწონა და მე მივხვდი რომ ყველა ინფლუენსერი ამ მართლას რო იძახის, გადახტილია ეგ ამბავი მივხვდი და ანუ მე ჩემთანაც ესე ჩანს და მე ბენი მეჩხუბება რომ აი რაღაცა არქნა ესე თავი დაიფასე ან ამაზე კამათი გვაქვს, მაგრამ იმაზე რომ აი მე ცნობილი ვარ და რაღაცა არა, მე მგონია რომ იმას მოსწონს ეს. ხოთშორის კარგი თემა დაიწყე. არის ისეთი საკითხი, აი მენტალური განსხვავება მაინც ხომ არის ის ამერიკელია, შენ ქართველი ხარ. რა თემებში აი ვერასდროს ვერ გაუგებთ ერთმანეთს. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს? მე ვარ სულ სწრაფი და ის არის მოზოგე research, აი ეს research დაგანგრევს ჩვენს ოჯახს აუცილებლად, იმიტომ რომ მე რო რაღაცა მინდა, მე ეგრევე ვაკეთებ ამ რაღაცას. ბენს რაღაცა რო უნდა, მაგან უნდა გააკეთოს კვლევა.
პირდაპირ გაგებით იქნება ეს კვლევა აი თავისი გამოიკითხოს, წაიკითხოს, გადაიკითხოს და მერე გადადგას ნაბიჯი. მე ეს არ შემიძლია. ოღონდ ესიც როგორ რაღაცებს უდგება, აი მატრასის ყიდვა, აი პირდაპირ გეტყვი ბოლოს რაზე ვიჩხუბეთ, მატრასის ყიდვაზე. ახლა მითხრა რომ სერჩავდა რომელია კარგი. ანუ მოდი გეტყვი როდის დავიწყეთ მატრასი დეკემბერში. ეს ახლა არის ივრის არ გვაქვს. იმიტომ რომ ბენი კლავ არის research-ის ფაზაში. მე მაგ მატრას ვიყიდი 100 ჯერ უკვე. სავარაუდოდ არასწორს. მე გამოცვლიდი კიდევ არა, 100 ჯერ. შევეგუებოდი ამბავს, მაგრამ ამ ჭიას მოვიკლავდი რა, ამ მატრასის ჭიას. და არ არსებობს თუ რაღაც არის საერთო გადასაწყვეტი, აი მან საშინელი კრიზისი დგება. და თუ ღმერთმა დაიფაროს, ისე არის, რომ მე შემიძლია ბენის გარეშე რაღაცა გავაკეთო, იმდენ შეცდომას უშვებ იმის გამო, რომ ძალიან ვჩქარობ, რომ ვიცი, რომ ღმერთმა დაიფაროს ბენმა გაიგოს, რომ ეს გასაკეთებელია, უნდა დავასწრო და გავაკეთო, რომ მე უკვე ფაქტის წინაშე დავაყენო, რომ გავაკეთე, უკვე გაგზავნილია ის იმეილი ან რაღაცა ეგეთი. და მაშინ შეცდომას უშვებ, მე მეუბნა, აი იმიტომ რომ შენ იჩქარე. და მეუბნა, იმიტომ რომ შენ ამაგას არასდროს არ იზამთი და აი მოკლედ, აი ეს არის გაუთავებელი ამბავი. აი ეს იჩქარე ვერ გააკეთე, იჩქარე არ გააკეთე. ნახე, ვიცოდით რომ ქორწილში მივდივართ, ახლა რომ ბენი ჩამოდის რამდენიმე კვირაში. ვიცით რომ ქორწილში მივდივართ წინა წლიდან. სექტემბერში გვითხრეს რომ აგვისტოში ქორწილი იქნება. სექტემბერში გვითხრეს რომ შავი შარვალ კოსტუმი, რასაც ქვია, უნდა გქონდეთ და შავი კაბა. სექტემბერშივე მქონდა ნაყიდი კაბა. იმიტომ ორსულად ვიყავი. მაგრამ ვიყიდე ეს კაბა და თქვი რომ აი რო გავაჩენ უკვე და მაგ ცოტათი გავხდები, მაგრამ ისე ვერ გავხდები, დავაპატარებ, თუ არ მომეწონება ეს ვარიანტიც. ბენი უნდა ჩამოვიდეს რუკაში, არ აქვს ნაყიდი. და იცი რა სიზამს? არა, არც ეძებს, გადადებს. აუცილებლად აქ ჩამოვა და იტყვის არ მაქვსო და აქ უნდა ვირბინო და ვეძებო ახლა მაგისთვის შავი შარვალი და პიჯაკი, რომელსაც ვერ ვიპოვი, იმიტომ რომ არ არის მაგ ხელა არჩევანი აქ. და იქ ყრია ვედრო მანეთად, გადი იყიდე. გადი რა და იყიდე რა. გე ბიჭო. აი ახლა ძალიან ნერვები მომეშა. გთხოვ დაურეკე უთხარ იყიდე, თქო კითხე. არ იყიდე დღეს დილას მაგაზე ველაპარაკე სანამ შენთან მოვიდოდი და არაო ჯერ არის სადმე ჩქარება. რაზეც გეჩქარება? და ეს არის ყველაფერზე. და თან იცი რა არ ეზარება, ახლა ძალიან ისა მაქვს რა ქვია, ვენტინგი მაქვს და უნდა დავიცალო. უჯრების დაყენება გვინდოდა. მე ვთქვარ, მე ჩემი საუკეთესო მეგობარი აკეთებს მაგას ხეზე მუშაობს, მოვა გაზომავს, გააკეთებს უჯრებს. არა. უჯრებს ეგრე მეც გავაკეთებ, ეგეც იცის, ანუ ეს უჯრებს მეც გავაკეთებ. დავფიქრდეთ. მე მომადგება, ხა ქართველი ვინმე არ იქნება, ვინც უჯრებს კარგად გააკეთებს. ჩემი მეგობარი, არა, მაგას ხორთხოთ გვიტყდება. კაი. ანუ აღარ ვაკეთებთ ამ უჯრებს, ხო, დავიკიდეთ ეს უჯრები. ყოველ ჯერზე რომ გაივლის იქ სადაც ეს უჯრები, უნდა იძახის, ახლა უჯრები გასაკეთებელია. მაშინ გაჩუმდი მაინც რა. ან გავაკეთოთ ეს უჯრები და დღესვე მოვაგვაროთ ეს საკითხი, ან მოდი ნუღარ ვლაპარაკობთ ამ უჯრებზე, იმიტომ რომ აღარ შემიძლია. არის უჯრები. არ არის ის უჯრები გაკეთებული. საქართველოში საერთოდ ლამაზ ადამიანებს არ ახარებენ. ვისი სიტყვებია? არ ვიცი ვისი სიტყვებია. ილია ჭავჭავაძის არ ვიცი. არა. აბა მოდი მოვუსმინოთ ვიდეო მაქვს. ზედა ჩვენ ბავშვებიდან შურდა, რაღაც პონჩი მივეჩვია. ანუ ჩათვალე ილია ჭავჭავაძე. საკმაოდ, ანუ ხუმრობით იყოს, ცოტა პერიფრაზირებას გავუკეთებდი. საქართველოში არ ახარებენ ამბიციურ ხალხს. რამდენად შეესაბამება ჩვენს რეალობას? არ შეესაბამება. არსად არ ახარებენ მარტო საქართველოში კი არა. ოღონდ არ ახარებენ არ არის სწორი. ნახე, ეს არის გამოწვევა და ტესტირება. თუ შენ საკმარისად ძლიერი ხარ, ვერაფერი ვერ მოგტეხავს. აი ვინც ახლა იწყებს, აი ნახე შენ მაინც რამდენი წელია შოუ ბიზნესის წარმომადგენელი ხარ, ხო? ანუ რაც მართლა ჩემი თავი მახსოვს. სულ ტელევიზიაში ხარ? არა, მეც დავბერდი ეგ არა უშავს. რამდენი წლის ხარ? 29-ის. ჯერ პატარა ხარ, მე 36-ის. კაი, 7 წელი განსხვავება. მე რა იცი რა ეს ამასაკში საკმაოდ ისეთი. ხო, მართლა ანუ რაც ჩემი თავი მახსოვს, ნუკი კოშკეშვილიც მახსოვს. და უკვე მიჩვეული ხარ რა, და აი ვინც ახლა იწყებს ძალიან რთულია. ვერასდროს ვერ მიეჩვევი, იმიტომ რომ ყოველთვის ახლიდან გარტყავს და ცოტა ტკივა.
რა გეტკინა ბოლოს? მხარი. არ ვიცი არაფერი. როგორ არ უნდა რაღაც შინაგან გრძნობებზე და იმებზე საუბარი ნუკის. არა, იცი რა არის? ეხლა ვიღაცა რო წერს რომ მახინჯი ხარ და დებილი ხარ და ამ გოგომ ხო ტვინი წაიღე, განსაკუთრებით აი ბოლო ჰეიტი გეტყვი რაც არის რა. ორსულად რო ვიყავდი რომ მიხაროდა და ყოველდღე რო რაღაც ჩემ თავს მუცლით ვდებდი. ჩემს საკუთარ სოციალურ ქსელში, ჩემს საკუთარ გვერდზე, ჩემი მუცელი იდო. თქვენს გვერდზე ხო არ ვდებდი ან Facebook-ზე ხო არ შემოგიო. და მაგაში რა? ტვინი წაიღო თავის მუცლით. ტვინი წაიღო თავისი ორსულობით. ვინ არ ყოფილა ორსულად? რატო გადაგვაყოლე? არ გადაგაყოლე. თქვენ არამით აგიხართ. ჩემთან დავდე. არამით აგიხართ. არც ანუ აი რაღაცა არანაირად თქვენ სივრცეში, ანუ ჩემს სახლში. სოციალური ქსელი ხო რა არის? ხო ჩემი გვერდი, ჩემი ბინა, ჩემი სახლი, ჩემი სივრცეა. ხარ ჩემი გამომწერი, ესე იგი დაპატიჟებული ხარ ჩემს სახლში. არ გინდა აღარ ხარ ჩემი გამომწერი. რატო მეჩხუბები? ვაიმე დავბერძი ქალი და ამსეთია რამაზ რზენია ეს ამდენ მუცელს რო გვაჩვენებს რა, კარგით რა, ეხლა ვინ არ ყოფილა, ვის არ ყოლია შვილი, ვის არ ყოლია. ვაი, გადავალ იმად გვერდზე უბრალოდ დამაინტერესებს თავის შვილები, შვილები, თავის მეუღლე, შენი შეიძლება, ჩემი არ შეიძლება? რატო არ შეიძლება რომ მე დავდოეს ჩემი ქმარი, ჩემი შვილი და ჩემი მუცელი და შენთვის შეიძლება რომ გაუთავებლად შენი შვილები დოქალ ბატონო. ლამარა. გაგვეცი პასუხი. და მე ის რა ქვია, სიკეთეს ვნერგავთ ყველგან და რაღაც ხატები უდევთ ხოლმე ყოველთვის. აი, მაგ კატეგორიას ყოველთვის. რით ახსნი ამ ფენომენს? მე შემხედრია ასეთ ხალხი ეკლესიაში გადაღებული სურათებით, მაგრამ ისეთი სამსართულიანი გინება. იცი რა, ეთყობა არიციან რა არის რელიგია, ეთყობა გარტყმაში არ არიან რა არის რელიგია, იმიტომ რომ რელიგია გულისხმობს იმას, რომ არასდროს არ უნდა განკიცხოს სხვა, არასდროს ბოროტება არ უნდა ჩაიდენო და ბოროტება ვიღაცას თუ ატკენ, ეგ უკვე ბოროტებაა და სიტყვა ძალიან მტკივნეული რამე შეიძლება იყოს. ამიტომ მე მგონია რომ ეგენი ალბათ არარელიგიურები არიან. ნუ კიდევ ერთი გახმაურებული ამბავი იყო, როდესაც შენ წარადგინე შენი ბრენდი პარიზის მოდის კვირეულზე. გახმაურებული ამბავი იყო მართლა? კი, განიხილავდნენ. არ იყო შენი აზრით? იცი რა, არ არის ახლა ეგეთი ძალიან დიდი ამბავი, ეგ მე ასე მგონია. პარიზის მოდის კვირეულზე მოხვედრა? ძალიან ბევრი ქართველი დიზაინერი უკვე დიზაინერ რომ ვინ მე ვიყავი დიზაინერთან ერთად. მე ხო არ ვიყავი რაღაცა. ხო, მაგრამ ხო მიგიღეს, ხო მოეწონა შენი კოსმეტიკა და ასე შემდეგ. რატომ აუფასურებ შენს როლს? არა, ნუ ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი და ჩემთვის ყველაზე საინტერესო მანდიც რა იყო, რომ მე მოვახერხე და ჩემი კონსულტანტები წავიყვანე. აი, შემდეგი თემა ეგ მინდოდა. რატომ რა ის იყო რა მუვი იყო ეს? იცი რა, აი რამდენჯერ ყოფილვარ მე ხო წარმოგიდგენია საქართველოში ან სცენაზე ან რაღაცა ყურადღების ცენტრში და როდესაც ეს ეხებოდა ჩვენ ბრენდს მე მინდოდა რომ ჩვენი ბრენდის ნაწილი ვინც არის ვინც ყოველდღე ჩვენ სტენდთან პირველი სახე ეგენი არიან ვინც ჩვენ სტენდთან დგას და ესალმება ჩვენს მომხმარებელს და უკავშირი აქვს და იქ რო არ ყოფილიყო ყველას ვერ წავიყვანდი უბრალოდ არ მქონდა მის საშუალება და ფული რომ ექნება აი დედასპიცა ვარ აგერ ნახავთ ჩემი კონსულტანტი გოგოები თუ სუფერარებით არივლიან მაგის პირობას გაძლევთ მიზანი ეგ არის რომ ყველა ჩემი თანამშრომელი იყოს აი ძალიან მაგარ ფუფუნებაში და ძალიან ამაყობდეს რომ მუშაობს ნუკი კოსმეტიკში და მოსწონდეთ რასაც აკეთებენ. ხო და აი ძალიან მინდოდა რომ ეს გოგოები ყოფილიყვნენ გამოპრანჭულები, ლამაზები, წითელ ხალიჩაზე აი ეს პაპარაცების და აი ამას შეიგრძნობ და რო იცი რომ აი ახლა შენ აქ ხარ გულშემატკივრობ შენ ბრენდს რომელზეც მუშაობ და შეგიძლია რომ აი შამპანი წინა რიგში იყვნენ სხვათა შორის აი თლაც ჩვენს გარდა სხვა შოუებიც იყო ან ეს არ იყო რაღაც და აი მე ეს მინდოდა რომ მე მეორე დღეს რაღაც ლუვრთან კრუასანებით ყოფილიყვნენ და აი მგონია რომ გამოგვივიდა. რას გრძნობს მაგ მომენტში ის ადამიანი რომელიც აი მართლა მთელი ცხოვრება ძალიან ბევრს მუშაობს წარმატებისკენ მიდის და აი ასეთ რაღაცას აღწევს. მე რას გრძნობ მაგ დროს? არ გამიუფასო რომ ახლა პასუხი თორე არ ვიცი. არ ვიცი. ნუ რას გრძნობ ხა რას არ ამაყობ შენი თავი სიმართლე მითხარი? გინდა ძალიან გულწრფელი რაღაცა. ძალიან გულწრფელი. აი გინდა აი ბავშვის სიცოცხლე დავიფიცო და ისე გითხრა. კი. მომივიდა მესიჯი ქალისგან, დედაოსგან.
წითელი ტუჩსაცხის ყიდვა მინდაო. მეოთხარი გამარჯვება. აი და სად გამოვაგზავნე, ნუ მითხრა მისამე მონასტერი რაღაცა, დედაო რაღაცა. მეოთხარი თქვენ დედაო ხართ, თქვა და ხო დედაო ვარო. იქ ბავშვები არიანო და აი იქ მინდა რომ ვაჩუქო, იმიტომ რომ გავიგე რომ ბავშვები ლაპარაკობდნენ შენ წითელ ტუჩსაცხზე და აი მანდ მე ძალიან ვიამაყე და პარიზის fashion week-ზე რომ უბრალოდ ჩემი ტუჩსაცხით ლამაზად გამოვიარე და მქონდა ფული მომეცი და იცი რამდენ რაღაცაში წავალ და გამოვივლი, აი ვერ წარმოიდგენ რა და აი ის რომ დედაომ თავისი ფული დახარჯა იმ ბავშვზე, რომელსაც არ ჰქონდა საშუალება და უნდოდა წითელი ტუჩსაცხი, აი მანდ ძალიან ვამაყობ ჩემი თავით. კიდე იცრითი ვამაყობ, აი ახლა აქედან რომ გავდივარ, მაქვს მოლაპარაკება, ესეთი ადგილი არის თხის, მე მგონი თხის გული ქვია. არ მინდა რომ შემეშალოს, მაგრამ ორგანიზაცია, სადაც შეგიძლია მიხვიდე მთელი დღის განმავლობაში საჭმელი აკეთო და მოდიან ადამიანები საქართველოში სოციალურად დაუცველი ადამიანები მოდიან და შენ გაკეთებულ საჭმელს ჭამენ, ანუ მაგ დღეს შენ უმასპინძლებ მათ და ნუკი კოსმეტიქსის გუნდი და ჩემი შვილები მიმყავს რომ მანდ მთელი დღის განმავლობაში გავაკეთოთ ეს საჭმელი, ანუ ჩვენი ხარჯით დავაპუროთ ვიღაც ხო, აი მაგაზე ვამაყობ. აი ხო და მართლა გეუბნები რა, აი ხო გეუბნა არ აი თავი კი არ გამომაქვს, მაგრამ თუ გულწრფელად მეკითხები, გულში რითი ვამაყობ, მაგითი ვამაყობ. რავი, მე ვამაყობ შენი ბრენდით. აი, მაგითი ვამაყობ. იცი რითი ვამაყობ კიდე, ერთ-ერთ ჩვენ თანამშრომელს, არ ვიცი, უნდა თუ არა რო ეგ თქვათ, რეგიონში არის, მამას ჰქონდა პრობლემა ჯანმრთელობის და სჭირდებოდა გამოკვლევა. და გოგოები აი გავიგე რომ რაღაცა ფუსფუსია და რა ხდება და უგროვებთ თანხას, იმიტომ რომ სჭირდება გამოკვლევა, რომ თურქეთში წავიდე, საქართველოში თუ რაღაც სადღაც წავიდეს, არ მახსოვს როგორ იყო, ვერ უგროვებთ და ჩვენ მქონდა მაშინ ეს თანხა შეგროვილი, რომ პარკი აი გეფიცები ყველაფერს, ანუ არაფერს არ ვარ, პარკები უნდა შეგვიკვეთა, დაბრენდილი პარკები ნუკი კოსმეტიქსის და დავრეკე ჩემს ბუღალტერთან და თქვი რომ აი რამდენი თანხა გვაქვს და ეს პარკები გვაქვს შესაკვეთიო ნუკი. მეთქარ რო არ ცოტა ხანი პარკები რო არ იყოს და გადავუგზავნეთ თანხა რომ მამა წასულიყო. ყოჩახ. და ეს ჩემთან ყველა მოდის სტენთან და მე ვუნა პარკები არ გაქვთ. ვიცი. ცოტა ხანი არ გვექნება. მალე გვექნება პარკები, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენი თანამშრომელი, ჩვენ კონსულტანტის მამა წავიდა სამკურნალოდ. არა, ეს ძალიან კარგი. ანუ ეს მე ბევრად უფრო მისწორდება ვიდრე ხა სხვა რაღაცა. ხო და ამით უნდა იამაყო, რომ შენმა ბრენდმა მოგცა ამის საშუალება. კი, ამით ვამაყობ. ჩემი გადაცემის ბოლო კითხვა. რისი გეშინია? აი ვიღაცა ჩემახლობელს რამე არ დაემართოს, ალბათ მაგის მეშინი ყოველს მეტად, მე ტერფს არ მეშინია. დიდი მადლობა. მადლობა შენ. რომ მეუბნებოდი რაღაცა ხერხული კითხვები ვიციო და რაღაც არც არაფერი არ იყო ხერხული. არ მოვამზადე მასე. ჯერ ვაპირებთ ის, ანუ მქონდა რაღაც ის, მაგრამ მე რო ვნახე ინტერვიუები, მე რო შენს daily vlog-ებს ჩავუჯექი და ის ვნახე რა ქვია. რეაქციები შენს ორსულობაზე ვიდეო როგორში რა და ვუთხე რომ არა მეთქი მომწონს ვერ ვისმარელი